ლავრენტი ბერიას აღსასრული ისეთივე დრამატული და სისხლიანი აღმოჩნდა, როგორიც მისი მთელი კარიერა იყო. სტალინის სიკვდილის შემდეგ მან მხოლოდ 114 დღე გაძლო ძალაუფლების სათავეში. აი მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც სამეფო კარის თამაშებს მოგაგონებთ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1953 წლის მარტი ბერია გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მან დაიწყო ისეთი რეფორმები, რასაც მისგან არავინ ელოდა. ციხეებიდან გაათავისუფლა მილიონზე მეტი პატიმარი, დახურა მეგრელთა საქმე და ექიმთა საქმე. ის მოითხოვდა, რომ რესპუბლიკებში ხელმძღვანელებად ადგილობრივი კადრები დანიშნულიყვნენ, რამაც მოსკოვი შეაშინა. ბერიას ასეთმა გააქტიურებამ და მის ხელში არსებულმა უზარმაზარმა ძალაუფლებამ ატომური ბომბი პლუს სპეცსამსახურები, სტალინის სხვა მემკვიდრეები, ნიკიტა ხრუშოვი, გეორგი მალენკოვი და ვიაჩესლავ მოლოტოვი სასიკვდილოდ შეაშინა. მათ იცოდნენ, თუ ბერიას ახლავე არ გაანადგურებდნენ, ის სათითაოდ მიხედავდა მათ. შეთქმულება სათავეში ხრუშოვი ჩაუდგა. მან მოახერხა სამხედროების, კერძოდ კი მარშალ გიორგი ჟუკოვის გადმობირება, რადგან არმიას ყოველთვის ზულდა NKVD. 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს ლავრენტი ბერია კრემლში. ეს იყო ნამდვილი სპეცოპერაცია პოლიტბიუროს ხდომაზე, როდესაც ბერია არაფერს ელოდა, ხრუშოვმა ის ინგლისის ჯაშუშობაში და ანტისაბჭოთა საქმიანობაში დაადანაშაულა. სპეციალური სიგნალის შემდეგ ოთახში ჟუკოვი და შეიარაღებული გენერლები შეიჭრნენ. ბერია პირდაპირ სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. მისი ისე ეშინოდათ, რომ მოსკოვში ტანკების კი გამოიყვანეს, რათა ბერიას ერთგულ სპეცრაზმს მისი გამოხსნა არ ეცადა. ბერია რამდენიმე თვე მოსკოვის სამხედრო ოლქის ბუნკერში ყავდათ გამოკეტილი. არის ვერსია, რომ ის ამ ბუნკერში დახვრიტეს საიდუმლოდ. სასამართლო გასაიდუმლო იყო. მას ბრალი დასდეს სამშობლოს ღალატში, ანუ უცხოეთის დაზვერვაზე მუშაობაში, ტერორიზმში, მორალურ გახრწნილებაში. 1953 წლის 23 დეკემბერს ლავრენტი ბერიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და იმავე დღეს დახვრიტეს. თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ სიკვდილის წინ ბერია მუხლებზე დაჩოქილი იხვეწებოდა შეწყალებას, თუმცა გენერალმა ბატიცკიმ მას შუბლში პირადად დაახალა ტყვია. მისი ცხედარი დაწვეს და ფერფლი გაფანტეს, რათა საფლავიც კი არ დარჩენილიყო. არსებობს ვერსია, რომ ბერია სასამართლომდე საერთოდ არ მიუყვანიათ და ის დაპატიმრების დღესვე 26 ივნისს საკუთარ სახლში შტურმისას მოკლეს. ამ ვერსიის ავტორები ამბობენ, რომ საიდუმლო სასამართლოზე ერთ-ერთმა დამსწრემ ბერიას მეგრულად მიმართა. ბრალდებულმა მეგრულად პასუხი ვერ გასცა, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბრალდებო სკამზე ნამდვილი ბერია კი არა, მისი ორეული იჯდა. თავად ლავრენტი კი უკვე დიდი ხნის დახვრეტილი იყო. თუმცა ოფიციალური ისტორია დეკემბრის დახვრეტას აღიარებს. ბერიას დაცემით დასრულდა ქართული გავლენის ეპოქა კრემლში. ხრუშოვმა დაიწყო დესტალინიზაცია, თუმცა მანამდე ბერიას ხელითვე გაანადგურა ყველა ის სამხელი, რაც თავად ხრუშოვის მონაწილეობას ადასტურებდა სტალინურ რეპრესიებში. მოგვიანებით ამერიკულმა მხარემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ატომური ბომბის შემქმნელის რობერტ ოპენჰაიმერის ოჯახის წევრები ლავრენტი ბერიას მიერ მართულ საბჭოთა აგენტურულ ქსელში ირიცხებოდნენ. შენ როგორ ფიქრობ, რომ არა ლავრენტი ბერიას მკვლელობა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?